გაგვიზიარეთ, დაგვირეკეთ, მოგვიყევით. ჩვენ ვუსმენთ ერთმანეთს. ზაზა ჭიტანავასთან ერთად. ვუსმენთ ერთმანეთს. ქართული ქალები და ბიზნესი ქვეყანაში როგორია არსებული გარემო, ბიზნეს გარემო ქალბატონებისთვის, რა გამოწვევის წინაშე არიან ისინი და რამდენად ადვილია ქალბატონებისთვის ბიზნესში ჩართვა. ეს არის ის კითხვები, რომლებზეც პასუხის გაცემას ვეცდებით დღეს გადაცემაში ვუსმენთ ერთმანეთს. გაგვიზიარეთ, დაგვირეკეთ, მოგვიყევით. 292 11 88 292 11 99. ვუსმენთ ერთმანეთს. მოგესალმებით, ჟურნალისტი ზაზა ჭიტანავა გახლავართ და შესაბამისად დღეს ჩვენ უსმენთ ერთმანეთს. ჩვენი გადაცემის თემაა ქართული ქალები და ბიზნესი. ინტერაქტივის კითხვა კი ასეთი, როგორ ფიქრობთ, რამდენად აქტიურები არიან ქართული ქალები ბიზნესში? 292 11 88 292 11 99 რადიო ემედის პირდაპირ ეთერის ნომრები, სადაც შეგიძლიათ დარეკოთ და ამ კითხვებზე გავცეთ პასუხი. გარდა ამისა, შეგახსენებთ, რომ ჩვენი გადაცემის ფორმატი გულისხმობს იმ შესაძლებლობასაც, რომელიც გაძლევთ საშუალებას დარეკოთ და პირდაპირ ეთერში ისაუბროთ იმ სოციალური ტიპის პრობლემაზე, რომელიც გაწუხებს, ჩვენ კი დაგაკავშირებთ იმ ორგანიზაციებს, რომლებსაც მათი გადაწყვეტა ძალუც. მსგავსი ტიპის ზარებისთვის ჩვენ ეთერი გვაქვს გადაცემის მეორე ნაწილში, პირველ ნაწილში კი განვიხილავთ თავარ თემას, ამჯერად თემას ქართველი ქალები და ბიზნესი. დღეს ბიზნეს ფორუმი ქალები ბიზნესში გაიმართა და შესაბამისად ამიტომაც გავაკეთეთ ამ თემაზე აქცენტი. ღონისძიების თავარ მიზანს დამსწრე საზოგადოებისთვის ბიზნესში ქალის როლის ხაზგასმა და მათი მიღწევების, სირთულეების და გამოწვევების განხილვა წარმოადგენდა. ფორუმი ემსახურება როგორც ცოდნისა და გამოცდილების გაცვლას და ქალ ბიზნესმენთან დაკავშირებას, ასევე ახალი შესაძლებლობების შექმნასა და სოციალური დიალოგის ხელშეწყობას ბიზნეს ლიდერებსა და ქალ მეწარმეებს შორის. ეს არის, ასე ვთქვათ, ის მოცემული რეალობა და ახლა ჩვენ გვაინტერესებს თქვენი შეფასება, რადიო მსმენელები, თქვენ როგორ ფიქრობთ და როგორ ხედავთ ქალბატონებს ბიზნესში და ინტერაქტივის კითხვაც გვაქვს შესაბამისი, როგორ ფიქრობთ, რამდენად აქტიურები არიან ქართველი ქალები ბიზნესში. სანამ თქვენ დაგვირეკავთ ნომრებზე 292 11 88 ან 292 11 99 სატელეფონო დიალოგ შემოგთავაზებთ. ბიზნეს ჯორჯიას გენერალურ დირექტორს ანა გოგიშვილს გავესაუბრებით საღამოშიდობისა. ბაბატონო ანუ გამარჯობა. მოგესალმებით. დიდი მადლობა რომ გვერდებით პირდაპირ ეთერში. ქალბატონო ანა, ჩვენ უკვე აღნიშნეთ რომ დღეს იმართება ბიზნეს ფორუმი ქალები ბიზნესში. და პირველ რიგში გვაინტერესებს ასე ვთქვათ მიზეზი ამ ეტაპზე და გაგრძელდება როგორც მე ვიცი კიდევ. მოკლედ გითხარით თუ შეგიძლიათ ასე ვთქვათ მიზეზი რა იყო ამ ყველაფრისა და რა არის ძირითადი მიზანი საერთოდ სტრატეგიულად მიემართებით ამ ფორუმის პარალელში. ჩვენ როგორც ორგანიზატორები ჩვენთვის ეს ჩვეულებრივად წინასწარ დაგეგმილი თემა იყო. რადგან მოგეხსენებათ ჩვენ კომპანიაში მენეჯმენტში ქალი მართავს. აქედან გამომდინარე მე EBRD გამოყო გრანტები საქართველოს ბანკის და TBC-ის მიმართულებით, რადგან ესენი ლანჩავდნენ ამ თემას, ამიტომ გავერთიანდით თოფგირის ძალებით გავაკეთეთ დღევანდელი ფორუმი. სრული დასწრება არის და იყო ძალიან ყველაზე მშვიდი და მარი ფორუმი გამოვიდა დღეს, ასი ფორუმი და რომელიც ბიზნეს ჯორჯიას აქ ჩატარებული. რადგან ქალები ძალიან აქტიურები არიან და ვფიქრობ, ბევრად უფრო პასუხისმგებლობიანები და მეტად ჩაბმულები საქმეში, ვიდრე მამრობით ისქესი ხალხი. ზოგადად არ ყველაზე ქვაფში არ ხალხალუდა. მაგრამ გადმოგცემთ. გასაგებია. დაახლოებით რამდენი ადამიანია ჩართული და მარტო საქართველოში მოღვაწე ბიზნესი ქართულ ბიზნესში მოღვაწე ქალბატონები არიან? დიახ, ისიც არის ქართულ ბიზნესშიც და უცხოურშიც. თქვათ ფორუმი ორენოვანი იმიტომ ტარდება და ეხლა ორენოვანია და საზოგადოება შერეულია. აქ როგორც ვნახე მე მასალაში ბიზნეს ფორუმის პარალელში იგეგმება წარმოუდგინონ იქ დამსწრე საზოგადოებას საქართველოში არსებული ბიზნეს გარემოს ანალიზი და შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება. სხვადასხვა მომხმარებლები გამოვიდნენ, გააცნეს ქართულ საზოგადოებას დამხმარე ფაქტორები, დამხმარე რეგულაციები, რა საშუალებებია თუნდაც საგრანტო პროგრამები, სახელმწიფო ხელშეწყობის
IBRD-ის პროგრამები, გაეროს პროგრამები აწარმოეს საქართველოში, როგორც შეიძლება ჩაერთოს. ბევრი ხელშეკრულება არის, რომ ცოტა უფრო სიღრმისეული ინფორმაცია არის საჭირო, რომ ადამიანი მიიღოს ეს გრანტი. საკმაოდ ხანგრძლივი ფორუმი გამოვიდა, 5 საათზე უნდა დამთავრებულიყო, მაგრამ დისკუსია და კითხვა-პასუხის რეჟიმი არ წყდება. ქალაქი ძალიან აქტიურია. ანუ ქვეყანაში არსებული ბიზნეს გარემოს ანალიზის შესაბამისად შეგვიძლია ვთქვა და დავასკვნათ, რომ ქალბატონებისთვის ანუ შესაძლებლობები საკმაოდ არის, რათა ჩაერთონ ბიზნესში, სწორად გავიგე? დიახ. ალო. გესმით ხო ჩვენ? დიახ, ეხლა მესმის თქვენი ხმა. გავიმეორო, რასაც ვამბობდი, თუ გაიგეთ. დიახ, თუ შეიძლება ხმა წყდება. ანუ თქვენ რაც ისაუბრეთ ამ ლოგიკით და ერთგვარი ანალიზის შესაბამისად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ დღეს ქართულ ბიზნეს გარემოში ქალბატონებს აქვთ იმის შესაძლებლობა, რომ ანუ რამდენიმე სივრცე არის და საშუალება იმისთვის, რომ ადვილად ჩაერთონ ბიზნესში და ბიზნეს საქმიანობა წამოიწყონ. სწორად ვამბობ, თუ არის კიდე რაიმე ისეთი მკვეთრი შემაფერხებელი ფაქტორები კონკრეტულად ქალბატონების შემთხვევაში? რა ვიცი, დღეს იყო მაგალითად ვერსიები, რომ რატომღაც ქალები ჩაგრებიან ქალი ბიზნესში უფრო დაბალანაზღაურებადია, ვიდრე მამაკაცი, ნაკლები დაფასება აქვს. მე ზოგადად სხვის მაგერად ვერ გეტყვით, მე თვითონ ჩემი მხრიდან გეტყვით, რადგან მე არ ვარ მხოლოდ ბიზნეს ჯორჯიას გენერალური დირექტორი, ჩვენ ვართ ჰოლდინგი, გვაქვს 4 კომპანია და ასევე ჰოლდინგის დირექტორიც მე გახლავართ, ზოგიერთ კომპანიაში მეწილე, დამფუძნებელი, ანუ საკმაოდ დიდი გამოცდილება და დიდი წარსულიდან ბიზნესთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, მე პირადად ჩემი გამოცდილებით ვერ ვიტყვი, რადგან ვიცი სქესი ვარ, რამეში მქონია შეფერხება ან აქედან დედრობითი სქესს რამე დაჩაგვრა აქვს. გაჩნია ალბათ ბიზნეს, გაჩნია ალბათ საკმაოდ მაღალ ესეთ როგორ არის ჩემი სფერო, საინვესტიციო ფონდი, ინვესტიციების მოზიდვა პლატფორმა უცხოელთა ქართულ ბაზარს შორის, მარკეტინგული კომპანიები უცხოელთა ქართულ ბაზარს, საკმაოდ ისეთი საქმიანობა, რომელიც უფრო მამაკაცები მართავენ ამას. მაგრამ აი ხოდონებით არ მქონია არანაირი შეფერხება და ვერ ვიტყვი, რომ რამე სხვაობა იქნებოდა, მამაკაცი რომ ყოფილიყავი. გასაგებია. ყოველ შემთხვევაში ახლა რამდენადაც მეც მაქვს ინფორმაცია, არაერთი პროექტია, არაერთი დონორი ორგანიზაცია აქტიურობს იმისთვის, რომ ქალბატონებს შეუწყონ ხელი საინფორმაციო შეხვედრების კუთხითაც, ასე ვთქვათ, აქვს შესაძლებლობები. თუ სწორად მახსოვს, ფერმერ ქალბატონებსაც ცალკე, ასე ვთქვათ, ერთგვარი კონტრიბუცია აქვს, ანუ ხელშეწყობა აქვს იმისთვის, რომ გარკვეული პლატფორმები ყოველ შემთხვევაში ქვეყანაში არსებობს იმისთვის, რომ მიუხედავად იმ სქესისა, მე მგონი არ უნდა იყოს ისეთი შეზღუდვა, რომ ადამიანს გაუჭირდეს თუნდაც ბიზნესში ან სხვა ტიპის საქმიანობაში ჩართულობა. ალბათ თავია მონდომება. ქალი მეწარმეებისთვის და ქალებისთვის ვფიქრობ, მეც როგორც ვისმინა, სიმართლე გითხრათ, არასოდეს არ გამომიყენებია ის, რომ ან რომელიმე გრანტში ჩართულიყავი, ან როგორც დედრობითი სქესის წარმომადგენელი რამე ესეთი გამომიყენებინა, მაგრამ დღეს რასაც ვუსმენდი, ძალიან ბევრი პროგრამა, სახელმწიფო პროგრამაც, უცხოური გრანტებით, ძალიან ბევრი ხელშეწყობა აქვს. პირიქით ვიტყოდი, რომ ქალებს მეტი ხელშეწყობა აქვს, ვიდრე მამაკაცებს. გარკვეულწილად დღეისთვის ალბათ შესაძლოა მართლაც ასეა და ძალიან მინდა რომ უსურო წარმატება აბსოლუტურად ყველას. თავარია მონდომება და მე მგონი ყველას ყველაფერი გამოუვა, მით უმეტეს დღევანდელ სამყაროში, როდესაც შესაძლებლობები ასე ფართოდაა გაშლილი და ჩვენი დიალოგის მიწურულს თქვენი სურვილი როგორ იქნებოდა აი ამ თემის ირგვლივ, რაზეც დღეს ჩვენ საუბრობთ, მომავალში რას ისურვებდით ქვეყანაში იმისთვის რომ იყოს უფრო მე საერთოდ ფორუმის გახსნის დროსაც დღეს დღევანდელი ფორუმი მაგავხსნი არანაირი სპიჩით არ გამოსულა, მოვუწოდე ქალებს
შემართება უსურვე წარმატება და ახლა იგივე ვიძახი მაინც არის შემორჩენილი მაინც ქართველები ვართ და ჯერ შემოხვდა რომ აი ქალი მენეჯმენტში უფრო სუსტია მე მოგუწოდებ დედრობიცკეს ეს სტერეოტიპი დაანგრიოს და პირიქით ანუ შემართებით და მთელ მონდომებით შეუდგნენ თავის საქმიანობას და მე ცოტა არც მამაკაცებს ვარდი არც ქალებს ვფიქრობ რომ ყველას ვისაც არის ნიჭი აქვს უნდა ყოფოდეს თავის ბიზნესს თავარია უნარები და ალბათ დღევანდელ საქართველოში აი ფეხზე დამდგარ ბიზნეს სექტორებში რო გავიხედოთ და ბიზნეს ორგანიზაციებში ალბათ ძნელად ვიპოვით ისეთ ადგილს სადაც მენეჯმენტის რაღაც რგოლში მინიმუმ არ არის ქალბატონი ან ისეთი შემთხვევებიც არის როდესაც უმაღლეს მენეჯმენტში ქალბატონია ან ქალბატონები და შეიძლება თითით საძებნი იყოს მამაკაცი ამ შემთხვევაში და არის ასეთი რეალობაც ყოველ შემთხვევაში ყველას წარმატება ვუსურვოთ დიდი მადლობა იმისთვის რომ ჩაგვერთეთ დიდი მადლობა ნახონდი. კარგად ზანდებოდეთ. ანა გოგიშვილი, ბიზნეს ჯორჯიას გენერალური დირექტორი გვერდებოდა პირდაპირ ეთერში ამ ორგანიზაციის ხელშეწყობითა და ინიციატივით. დღეს საქართველოში ბიზნეს ფორუმი დაიწყო სახელწოდებით ქალები ბიზნესში და იგი გაგრძელდება რამდენიმე ნაწილადაა დაყოფილი, უბრალოდ 3 ნაწილადაა დაყოფილი ფორუმი და მისი მონაწილეები, ასე ვთქვათ, გამოიყენებენ იმ შესაძლებლობებს, რომლებიც ამ ფორუმის ფარგლებში მიეცემათ, რათა უფრო მეტი კონტაქტი დაამყარონ ერთმანეთთან, ინფორმაცია მიიღონ მეტი თავიანთი საქმიანობის შესახებ და ასე ვთქვათ, ჩართულობა იყოს მეტი ყველა მხრიდან იმისთვის, რომ ბიზნეს გარემოში კიდევ უფრო უკეთ იგრძნონ თავი ქალბატონებმა. პრინციპში ჩვენი გადაცემის პირველი ნაწილი უახლოვდება დასასრულს, სარეკლამო პაუზა იქნება რამდენიმე წუთიანი და შემდეგ კვლავ ვიქნებით პირდაპირ ეთერში და კიდევ ერთხელ გავიმეორებ ინტერაქტივის კითხვას, რომელსაც პასუხის გასაცემად ველოდებით თქვენ ზარებს ნომრებზე 292 11 88 292 11 99. როგორ ფიქრობთ, რამდენად აქტიურები არიან ქართველი ქალები ბიზნესში? გარდა ამისა, კიდევ ერთხელ გაგიმეორებთ, რომ გადაცემის მეორე ნაწილში ასევე შეგიძლიათ დაარეკოთ და ისაუბროთ იმ სოციალური ტიპის პრობლემებზე, რომლებიც თქვენ გაწუხებთ, ჩვენ კი ვეცდებით იმ ორგანიზაციებთან დაგაკავშიროთ, რომლებსაც შეუძლიათ რაიმე ტიპის დახმარების გაწევა თქვენი სოციალური პრობლემის მოგვარებაში. მოკლედ, რამდენიმე წუთიანი სარეკლამო პაუზის შემდეგ კვლავ პირდაპირ ეთერში ვართ დროებით. გაგვიზიარეთ, დაგვირეკეთ, მოგვიყევით 292 11 88 292 11 99. უსმენთ ერთმანეთს. კვლავ პირდაპირ ეთერშია გადაცემა უსმენთ ერთმანეთს. დღეს საუბრობთ თემაზე ქართველი ქალები და ბიზნესი. ინტერაქტივის კითხვა ასეთია, როგორ ფიქრობთ, რამდენად აქტიურები არიან ქართველი ქალები ბიზნესში? 292 11 88 292 11 99 რადიო მედის პირდაპირ ეთერის უცვლელი ნომრები. მსმენელია ხაზე, მას მოусმინოთ საღამოშვიდობისა. გამარჯობა. გისმენთ? ეთერში ვარ, ხო? დიახ, ეთერში ხართ, გისმენთ, ბრძანეთ. ნახა ქალბატონებს რაც შეეხება თითქმის 25 წელია რომ დააგოდეს თითოეულ ოჯახში, რა თითო ოჯახი რო აიღოთ, თითო ქალბატონს მიყავს ფაქტობრივად ოჯახი. ევროპისკენ არიან თითქმის გადახოცილები ახალგაზრდა გოგოები, ხო? აი გოგოები არ ჩენდნენ აი ამ ბაბუებს, ბებიებს, მე და მშობლებს ასე შემდეგ. ხესაც საქართველოში ხა თუ ბიზნეს არ აწარმოებს ოფიციალურად და რაღაცა დიდი წარმოებელი არა ეს მასაიშას ესენია ეს არ არიან ჩართულები. ეს საქართველოს გადარჩა ფაქტობრივად აი ამ მშობლებს ამ დედებზე და აი ამ დებზე არის ფაქტობრივად ამ და მე დღეს როგორც მამაკაცი ისე უბრალოდ და მერიდება როცა ბირჟაობ, გესმის როცა მამაკაცი ხარ ბირჟაობ, როცა ლუცვა, როცა თქვა დედმეტო, როცა ედის გამოგზავნე ფული, თქვა უბანში რაღაცას დედმეტად ავალობ საქმურო ფაქტობრივად, ხო, გესმით? მე ვფიქრობ, პირიქით უნდა ყოფილიყო დღეს გადაცემა, რომ აი მამაკაცები თუ რამეს აკეთებენ, გესმით? მე როგორც მამაკაცი მცხვენია, იმიტომ არის სწორედ გაჭირვება და პრობლემა, რომ კაცმა თავისი ფუნქცია ძალაუნებურად მიაღწია, გესმით? და მხოლოდ აი ქალები ამას ვერ წაიყვანენ, გესმით? და აიყვანენ ეს
არის მხოლოდ ეს კარგის მომწანი. გასაგებია. დიდი მადლობა, ურმესი მადლობა ასეთი და თვალით ამ პრობლემის დანახვისთვის და თქვენი ზარისთვის, თქვენი პოზიციისთვის. ჩვენ განვაგრძობთ დიალოგს 292 11 88 292 11 99-ია. ჩვენი ტელეფონის ნომერი, კიდევ ერთ სატელეფონო დიალოგს შემოგთავაზებთ. გავესაუბრებით ალბათ ანა მიქაძეს, რომელიც ყველის სახლის დამფუძნებელია. საღამოშიდობისა ალბათ ანა. მოგესალმებით. დიდი მადლობა, რომ კიდევ ერთხელ მოგვეცა საშუალება პირდაპირ ეთერში ვისაუბროთ. ალბათ ესწრებოდით ფორუმს, ხო, რომელზეც დღეს ჩვენ საუბრობთ კალები ბიზნესში. ხართ არ ვესწრებოდი ამ ფორუმს, მაგრამ ინფორმაცია გექნება. ხშირად დავსწრები რამდენიმე ფორუმებს და წარმოგვიდგენა მაქვს რა ფორმატის არის ეს ფორუმები. ჩვენ გადაცემის პირველ ნაწილში ვისაუბრეთ, ასე ვთქვათ, მიმოხილვითად ძალიან ზედაპირულად ბიზნეს გარემოზე, თუ როგორი არის იგი ქალბატონებისთვის. თქვენ ამ საქმეში უკვე აი რასაც ქვია ბიზნესი, ჩართული ადამიანი ზანდებით, წარმატებული ხართ. და თქვენი შეფასებით როგორია ბიზნეს გარემო ქართულ რეალობაში კონკრეტულად ქალებისთვის, ქალბატონებისთვის? იცით რა არის ახალი წრის წინ მეკითხა ეს ვინმე შემდგომ როცა მე ვიწყებდი ასე ვთქვათ მოძრაობას დამოუკიდებლად როგორც ჯერ როგორც არასამთავრობო მე როგორც რაღაც პროექტების ინიციატორი და მე როგორც უკვე ბიზნესი მაშინ ალბათ გამიჭირდებოდა და ვიტყოდი რომ რაღაცა გარკვეული შეფერხებები არსებობს დღეს იმდენად შეცვლილია სიტუაცია და იმდენად სხვა გარემოში ცხოვრობთ როგორც ეკონომიკურ ისე პოლიტიკურ ჭრილში რომ დღეს ასე საუბარი ქალი და ბიზნესი კაცი და ბიზნესი ცოტა უხერხულიც კი არის და შეუყოფელიც კი არის იმიტომ რომ ეს გარემო ყველასთვის თანაბრად ერთნაირია ქალისთვისაც და კაცისთვის ეხლა მე რომ ქალი ვარ, ამიტომ საგადასახადოებებს ვინმე ცხადია არა, ხო? თუ არ გავაკეთე ისე როგორც საჭიროა, ვინმე ზედმეტ ინვესტიციას იმიტომ გააკეთებს ჩემს ბიზნესში რომ ქალი ვარ, ასაკვირველია არა, ხო? ამიტომ აბსოლუტურად გათანაბრებულია ქალის და კაცის მდგომარეობა დღევანდელ საქართველოში დღეს ბიზნესში. ზუსტად ისე მომეთხოვება მეც პასუხი ყველაფერზე, როგორც ნებისმიერ მამაკაც, ჩემს ტოლს, ჩემზე უფროს, ჩემზე უმცროს არა აქვს მნიშვნელობა. ბიზნესმა არ იცის სქესი, მე ამაში აბსოლუტურად დავწმუნდი და აი ძნელად თუ ვინმე ამას გადამათქმევინებს და გადამაფიქრებინებს. ბიზნესი არის ბიზნესი, მას სქესი არ აქვს. ჩვენ ასე ვთქვათ საუბრობდით იმაზეც, რომ არაერთი ასე ვთქვათ ხელშეწყობითი პროექტები არის ქალბატონებისთვის, რომ ასე ვთქვათ ბიზნესში ფეხი დაემკვიდრონ და ფეხი მოიკიდონ. მაგრამ თუ ასე ვთქვათ ეს იცით რა არის ეს ეხება ძირითადად ქალბატონებს რომლებსაც ჯერ გადაწყვეტილი არ აქვს რა უფრო კომფორტულია მათთვის ყავდეს ვინმე მარჩენალი რომელიც სახლში შემოუტანს გაუზრდის გააზრდევინებს შვილებს და მისი ძირითადი საქმიანობა იქნება ოჯახის მოვლა შვილების განათლება რაც არანაკლებ საინტერესო საქმიანობა თუ ბევრად აღმატებული არა იმიტომ რომ შვილების გაზრდა და მათთვის განათლების მიცემა ესეც ერთგვარი ინვესტიცია, ესეც ერთგვარი კაპიტალდაბანდება, ამიტომ ესეც ძალიან საპატიო საქმიანობა, მე თუ არ განიხილავ ამას, როგორც რაღაც ისეც. ხო, რა მოხდა მე ხა ოჯახის ქალს აქვს თავისი მისია, თავისი გარკვეული მიზანი ცხოვრებაში და ამ მიზანს ასრულებს ხუთიანზე, ხო? პასუხისგებლობა. თუ ასე, მაგრამ როცა თქვენ მკითხეთ, რომ არის ბევრი პროგრამა, აი ეს სწორედ მათთვის არის, ვინც ვისაც ჯერ კიდევ არა გადაწყვეტილი, როგორ შეუთავსოს, თქვა პირადი ცხოვრება და ბიზნეს საქმიანობა ერთმანეთს. რომ დაიწყო ეს საქმიანობა, თუმცა აქაც გავიმეორებ, რომ ხელშეწყობა ჭირდება და ამწყებს სტარტაპს მამაკაც ბიზნესმენსაც და ქალ ბიზნესმენსაც, მაგრამ ქალებს უფრო მეტად ათამამებენ და უფრო მეტად უწყობენ ხელს, რომ მათი мотиваცია უფრო მაღალი იყო. როგორც წესი, საუკუნეებია, წლებია, ათეულობით წლებია, რომ მიდის ამაზე ლაპარაკი, რომ აი კაცი იწყებს მაინც ბიზნეს, კაცი არის მაინც ასე ვთქვათ, ოჯახში ფული შემომტანი და ეს სტერეოტიპები ინგრევა. ძალიან კარგია რომ ინგრევა, იმიტომ რომ და ამიტომაც არის ასე რაც თქვენ ბრძანეთ, აი ეს სტარტაპები და ეს ხელშეწყობა სპეციალური პროგრამები ქალებისთვის. მე ახლა არ მინდა ვინმე რაღაც ისე მოეჩვენოს გავყო სიტყვაზე ქალაქში მცხოვრები ქალბატონები და სოფლად მცხოვრები ქალბატონები, მაგრამ ქალაქში გარკვეულწილად უფრო დამოუკიდებლები არიან ქალბატონები და აი სოფლად უკვე ხელშეწყობა რო ხდება ძალიან კარგია, იმიტომ რომ სოფელში მესაკუთრის თემა არის ცოტა რთულად გადაწყვეტილი, რომ ტრადიციულად იქ მამაკაცი ითვლება თქვა მიწის მესაკუთრედ, რამე ბიზნესს დაიწყოს ფერმა აქვს, მაგალითად ფერმის მესაკუთრედაც მამაკაცი ითვლება და აი ამ ტიპის პროგრამებმა
აი დაიწყო ამითის მსხვერპლა. როდესაც ქალს უწყობენ, ხა ზოგადად ხედავს ოჯახში მამაკაცი რომ ქალისთვის არის გამოყოფილი რაღაც ინვესტიცია, რაღაცა გრანტი, რაღაცა, მაშინ ის სიამოვნებით უთმობს ქალს პირველობას და ეუბნება რომ აი შენ გაფინანსებენ და მიდი შენ იმუშავე ახლა ამ პროექტზე. ესეც ძალიან ბუნებრივად და ძალიან ისე გასაგები ხდება და ამდენად ასეთი პროექტები მე არ მიმაჩნია ხა თქვათ მე არა ვარ ფემინისტი ასე თქვა და არ სვაყოფილად, მაგრამ მთელი ცხოვრება მუშაობდა, მთელი ცხოვრება მე ვარ ლიდერი სახლში, პროექტებში და ასე შემდეგ. თუმცა ეს არ ყოფილა არასოდეს ფემინიზმის ხაზზე, პირიქით, სამი ჩვენიერი ვაჟკაცი გავზარდე და ყველაფერს ვასწრებდი და უთავსებდი ერთმანეთს და ძალიან ბედნიერი ვარ ამ ჩინ არჩევანი თუ საქმეც მაქვს. ყველას დიდი საქმე გაიკეთებიათ უკვე. მაგრამ რაც ბრძანეთ ეს გარკვეული ეს მიზანი მიმართული დახმარებები, კარგია, ეს მხოლოდ ხელს შეუწყობს და მხოლოდ გაათამამებს ქალბატონებს, რომელსაც ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს, რა გზა აირჩიოს დარჩეს სახლში თუ გააკეთოს თავისი დამოუკიდებელი ბიზნესი. და დიალოგის ბოლოს მაშინ თქვენ როგორც ამ საქმეში უკვე გამოცდილების მქონე ქალბატონი, რა არჩევას მისცემთ კონკრეტულად იმ ქალბატონებს, რომლებმაც აი ახლა გადაწყვეტეს, რომ ბიზნესში ჩაერთონ მთელი თავისი შესაძლებლობით. ისმენ დამოუკიდებლები, მაგრამ იცოდნენ გუნდური თამაშის პრინციპი, რომ არაფერის ჯობს გუნდურ გადაწყვეტილებას, თუმცა სახში არის თქვა მინიმუმ 3 წევრი, 3-ვე წევრთან შეთანხმებით უნდა ხდებოდეს ყველა ნაბიჯის გადადგმა, იმიტომ რომ როცა შენ თავზე იღებ ყველაფერს, არასოდეს არ ახარ გამარჯვებული, აუცილებლად უნდა გყავდეს პირველი, მეორე, მესამე ხმა. და ოჯახი ყველაზე კარგი პოლიფონია, მე თუ მკითხავთ, ამიტომ გუნდური თამაშის წესებით ითამაშონ და იყვნენ ამავდროულად დამოუკიდებლები. გასაგებია. დიდ მადლობას მოგახსენეთ იმისთვის, რომ ჩაგვერთეთ პირდაპირ ეთერში და გაგვიზიარეთ, ასე თქვათ, თქვენი პოზიცია და თქვენი გამოცდილებაც გაანდეთ. წარმატება ყველა ქალბატონს. დიდი მადლობა, ანა მიქაძე, ყველი სახლის დამფუძნებელი გვერდებოდა პირდაპირ ეთერში. ჩვენი გადაცემის მიწურულისკენ ტრადიციულად შეგახსენებთ, რომ რადიო იმედი და სოციალური პლატფორმა WeHelp.G ვახორციელებთ ერთობლივ საქველმოქმედო კამპანიას და ამგვარად ვცდილობთ დავეხმაროთ მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად ჭირდება. ამ კვირაში ჩვენ 24 წლის ელენე ჭხიკვაძეს ვეხმარებით. ელენეს ინსულტი აქვს, ელენემ ინსულტი გადაიტანა და ოპერაცია სჭირდება, რაც დაახლოებით 30,000 ლარი ღირს. მის დასახმარებლად შეგიძლიათ ეწვეთ ვებგვერდს WeHelp.G ან დარეკოთ ტელეფონის ნომერზე 09171082 ზარისღირებულება 1 ლარია და ამ ტელეფონზე დარეკვის შემთხვევაში თქვენ დაეხმარებით 24 წლის ელენე ჭხიკვაძეს. მან გადაიტანა ინსულტი და სჭირდება ოპერაცია, რისთვისაც თანხა დაახლოებით უნდა მოგროვდეს 30,000 ლარი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ ტელეფონის ნომერს 09171082 ზარისღირებულება 1 ლარია. დიდ მადლობას მოგახსენებთ იმისთვის, რომ ვუსმენდით ერთმანეთს, ხვალ კი 17 საათიანი საინფორმაციო გამოშვების შემდეგ კვლავ პირდაპირ ეთერში იქნება გადაცემა ვუსმენთ ერთმანეთს. მადლობთ დროებით. გაგვიზიარეთ, დაგვირეკეთ, მოგვიყევით. ჩვენ ვუსმენთ ერთმანეთს. ზაზა ჭიტანავასთან ერთად. ვუსმენთ ერთმანეთს.